მოგესალმებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე საგანგაშო ვითარებაა ჩვენს გზებზე, იმიტომ რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით არის გაზრდილი 14%-ით დაღუპულთა ოდენობა წინა წლის იგივე მონაცემებთან შედარებით, ანუ ჯამში არის 345 ადამიანი დაღუპული საგზაო შემთხვევებში წელს. რაც შეეხება თავად საგზაო შემთხვევებს არის 4000-ზე მეტი შემთხვევა, 4480 შემთხვევა და რაც არის ასევე 9%-ით მეტი წინა წლის იგივე პერიოდთან და არის დაზიანებულთა რიცხვი 6000-ზე მეტი, რაც 11-12%-ით მეტია წინა პერიოდთან, წინა წლის პერიოდთან. ეს არის უკვე გადაცილებული, ასე რომ ვთქვათ, იმ ხაზებს, რაც შეიძლება ითქვას საგზაო საფრთხეობაში არის რაზეც ვსაუბრობთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ იმ მიზანს ვემსახურებით, რაც არის გაეროს მოქმედების დეკადა და 2030 წლისთვის 50%-ით შემცირება გზებზე ფატალური შემთხვევების და დაზიანებების, ანუ ნიშნავს იმას, რომ ამ წლის ბოლომდე 25%-ით უნდა გქონდეს შემცირება მძიმე მაჩვენებლების და 25 წლის ბოლომდე, აი ასეთი გამოთვლებით დაახლოებით უნდა შემცირებულიყო დაღუპულობა, ესე რომ ვთქვათ 327 ეს ტარგეტია, თუმცა ბუნებრივია ეს არის ნულოვანი ხედვა, უნდა იყოს ნულოვანი ხედვა და არც ერთი ადამიანი არ უნდა იღუპებოდეს გზებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ამის გაკეთება ასე მარტივი არ არის, დაშვება არის, რომ 25%-იანი შემცირება მოხდეს ამ წლის ბოლომდე, რასაც არათუ ვამცირებთ, არამედ პირიქით ემატება მსხვერპლი გზებზე და ფაქტიურად აცდენილი ვართ სერიოზულად იმ გაეროს მოქმედების დეკადას და მის მიზნებს, რაც დაწესებული არის. ბევრმა ქვეყანამ, მოდით ასე ვთქვათ, გაატარა უსაფრთხო სისტემის მიდგომა, რაც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებებით პრევენციული ზომების გატარებას, ეს იქნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებები, ეს იქნება ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეების კიდევ უფრო გაცნობიერება უსაფრთხოების საკითხებში და ამ ევროპულმა ეს თუ აზიურმა ქვეყნებმა მიაღწიეს კონკრეტულ შედეგებს ამ უსაფრთხო სისტემის დანერგვით. ამით იმის თქვა მსურს, რომ თუ მოქმედება იქნება, შედეგიც არის და აცილებადია საგზაო შემთხვევები, ერთი არ შეიძლება მოხდეს საგზაო შემთხვევა, მაგრამ ლეტალობა და მძიმე შედეგები 1000-დან აცილებადია. ჩვენ ვიცით, რომ შარშან ფინეთში არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა, ჰელსინკში არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა. ჩვენ ვიცით მის წინა წელს ოსლოში არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა. ეს ასეთი მაგალითები ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მუშაობს უსაფრთხო სისტემა. შესაბამისად საქართველოში ჩვენ, როდესაც გვაქვს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც გაეროს მოქმედების დეკადას, ასე ვთქვათ, ფეხდაფეხ უნდა მიყვებოდეს, იმიტომ რომ შეერთებულია საქართველო ამ მოქმედებას, ამ დეკადას და მის მიზნებს უნდა რაღაცნაირად ეხმიანებოდეს და საპირისპირო ხდება ადგილზე. მაგალითად ის, რომ დღეს სიჩქარის გადაჭარბება კვლავ წამყვანი მიზეზია, ის, რომ არასწორი მანევრირება და საპირისპირო ზოლში გადასვლა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება და ფატალური შედეგები მოაქვს. ის, რომ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები პრაქტიკულად არ მიმდინარეობს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამის შედეგი არის ის, რაც დღეს გვაქვს გზებზე, სასკოლო ზონები, ტოლერანტული სიჩქარის ზღვარი, რომელიც დღეს 15 კმ/სთ არის და ჩამოსაწევია, იმიტომ რომ საშუალო და დაშვებული სიჩქარე არის დღეს 60 კმ/სთ ქალაქის გზებზე. თუ ჩვენ ამ ტოლერანტულ ზღვარსაც გავითვალისწინებთ, 75 არის იმდენად მაღალი, რომ მხოლოდ ამას შეუძლია მაღალი ლეტალობა მოგვიტანოს საგზაო შემთხვევის დროს. აუცილებელი არის და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ქულათა სისტემის ადმინისტრირება მოხდეს კამერების მეშვეობით, რადგან
წარმოუდგენელია საპატრულო პოლიციის რესურსი გაწუდეს ამ ყველა დარღვევას, გარდა იმისა, რომ სხვა საქმითაც არის რასაკვირველია საპატრულო პოლიცია დაკავებული, ამიტომ ეს უნდა იყოს ავტომატურ რეჟიმში ქულათა ჩამოკლება სიჩქარის გადაჭარბებაზე, ტოლერანტული ზღვარის დაწევა, უნდა სასკოლო ზონების შექმნა. ჩვენ ვიცით, რომ თბილისში აქტიურად მიმდინარეობს სატრანსპორტო პოლიტიკა, თუმცა თბილისი არ არის საკმარისი და სხვა ქალაქებში და რეგიონებში მნიშვნელოვანია ამ ტიპის პოლიტიკის გატარება, სადაც ადამიანზე და მის უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული ინფრასტრუქტურა, გადასასვლელები და ასე შემდეგ. საბავშვო სამგზავრო სავარძლები, ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარე წელს 35 ბავშვი დაიღუპა. ისინი მართალია ქვეითებიც იყვნენ, მაგრამ იყვნენ ასევე მგზავრები და მგზავრები, რომელთა გადაყვანის წესები არ იყო დაცული, მათ ისინი არ იყვნენ სამგზავრო სავარძლებში, მათ არ ჰქონდათ ღვედები შეკრული და უკანა ღვედები და სამგზავრო სავარძლები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ჩარჩოში იქნეს ასახული. ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ პრევენციული ღონისძიებებისა, რომელიც უახლოეს მომავალში და ახლო პერიოდში შეიძლება ხელისუფლებამ გაითვალისწინოს და გააკეთოს, თუმცა რასაკვირველია ეს არის მთელი და ჩვენ გვაქვს ჩვენ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში გაწერილი ის საქმიანობები, რაც უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ შემცირდეს მსხვერპლი გზებზე და მნიშვნელოვანია ასევე ამის პარალელურად საკომუნიკაციო კამპანია. იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ ის არის მონაწილე ამ პროცესის და მისი ქცევით საბოლოო ჯამში ხდება უსაფრთხოების დაცვა გზებზე კანონთან ერთად ბუნებრივია. დიდი მადლობა. ავტოკატასტროფის შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბროთ. ძირითადად რას აღწერდება? დიახ, წამყვანი მიზეზები არის საპირისპირო ზოლში გადასვლა და მოძრაობის გაგრძელება, არის მოხვევის წესების დარღვევა, არის მანევრირების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, ანუ ეს ჩამონათვალი არის წამყვანი, მაგრამ სიჩქარის გადაჭარბება ყველაში არის კომბინაციაში და ამიტომ სიჩქარეს ყოველთვის ლიდერად მოვიხსენიებთ ესეთ ფატალური შედეგების გამომწვევ მიზეზებში. რატომ? იმიტომ რომ ნებისმიერი მანევრი თუნდაც არასწორი იყოს და ეს რა თქმა უნდა არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ თუ ეს სიჩქარესთან ერთად ხდება, თავისთავად ავტომობილის შეცდომის გამოსწორება უკვე რთულია, მაგრამ თუ ნებისმიერი ყველა ადამიანია და ადამიანის შეცდომები მოსდის, ეს არის ამ იდეაში ჩადებული, მაგრამ ზუსტად ის მეცად სიჩქარის გადაჭარბება ხდება და გააზრებულად ამ წესების დარღვევა უკვე თავიდან არიდება ძალიან რთული არის საგზაო შემთხვევების. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ლიმიტები იქნეს შემცირებული და სიჩქარის კონტროლი იყოს განსაკუთრებულად აღსრულებული ქულების ჩამოკლების მიმართულებით კამერების მხრიდან. დიდი მადლობა. თუ შეიძლება ეს ხაზი რომ გავაგრძელოთ, ჩვენ ვახდენთ ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში ძირითადი მიზეზები, ამ კონტექსტში რომ ვთქვათ, მოტოციკლისტების მიერ სამსახურის წესების დაარღვევის პროცედურული მაჩვენებელი, რამდენად გაიზარდა და რამდენად მასშტაბურია ეს? ძალიან გაზრდილია ეს კარგი კითხვა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ გაზრდილია ჩვენ თუ მიზეზებს ჩავხედავთ სტატისტიკაში, იქ ამ რაც ჩამოთვალე ამის შემდეგ უკვე მოტოციკლისტების მონაწილეობით წამყვან რიგებში შეიძლება ითქვას, რომ არის სტატისტიკა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ჩვენ ვიცით, რომ მომრავლდა ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებები, ვიცით, რომ სწრაფად ცდილობენ ისინი გადაადგილდნენ და ის მომსახურება ხშირ შემთხვევაში შეასრულონ, რომელიც მათ ევალებათ, მაგრამ გარდა მიტანის სერვისებისა თავისთავად არიან მომხმარებლები ჩვეულებრივად, მაგრამ რატომღაც ასე არის მიღებული, რომ მოტოციკლეტი უფრო მარტივი სატრანსპორტო საშუალებაა და მას თითქოს უფრო ეს მანევრირება მარტივად შეუძლია, რაც დამღუპველია იმ ნაწილში, რომ მძღოლისთვის ის შეიძლება არ იყოს ხილული. შესაბამისად, ისეთი მანევრი გააკეთოს მოტოციკლისტმა, რომ მძღოლი დააბნიოს, მისი ხილვადობა ის სწრაფად ვერ მოხდეს, მისი დაფიქსირება მძღოლის მიერ და საბოლოო ჯამში ამ შეჯახების დროს
ყველაზე მოწყვლადი საგზაო მონაწილე ზარალდება და ამ შემთხვევაში მოტოციკლისტი. და აქედან გამომდინარე სტატისტიკა საკმაოდ მაღალია, ზუსტად ამ მომენტში შეიძლება ვერ გითხრათ, მაგრამ გამოკვეთილი არის მაღალი ლეტალობა და თავად შემთხვევები, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ მიმართულებით არის ასევე რაღაც პრევენციული ზომები გასატარებელი, მათ შორის ცნობიერების ასამაღლებელი, რაც შველის, რაც ნამდვილად მუშაობს და ბოლო წლებში თქვენ თუ გაიხსენებთ, როდის ხსმენიათ, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე აქტიურად რაიმე ტიპის კამპანია განხორციელებული იყოს. ამიტომ ეს მუდმივი ხასიათი უნდა კონდეს ამას ცვლილებებთან ერთად.